134 ამოცანა. დახრილ სიბრტყეზე, რომლის სიგრძე 2,5 მეტრია, ხოლო სიმაღლე 1,5 მეტრი, დევს ტვირთი, რომლის მასა 40 კილოგრამია. იპოვე დახრილ სიბრტყეზე ტვირთის შესაჩერებლად საჭირო მინიმალური ძალა. ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ. ჩავწეროთ მოცემულობა. დახრილი სიბრტყე არის, რომლის სიგრძე L არის 2,5 მეტრი, სიმაღლე A-ში არის 1,5 მეტრი, დევს ტვირთი, რომლის მასა არის 60 კილოგრამი. 60 კილოგრამი. იპოვეთ რისი ტოლია, იპოვეთ დახრილ სიბრტყეზე ტვირთის შესაჩერებლად საჭირო მინიმალური ძალა. ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ. ესე იგი F მინიმალური უდრის კითხვის ნიშანს. აი დავხატოთ ესე იგი ეს სხეული და რომელიც იმყოფება დახრილ სიბრტყეზე, ესე იგი A-ში არის მოცემული დახრილი სიბრტყის სიმაღლე, L არის მისი სიგრძე და ესე იგი ეს არის თვითონ სხეული. მასზე მოქმედებს სიმძიმის ძალა mg. ასევე მოქმედებს რეაქციის ძალა, რომელიც ესე პერპენდიკულარულად არის ესე იგი მიმართული n. დახრილი სიბრტყისადმი პერპენდიკულარულად არის მიმართული. ნუ ხახუნი არ არის, ესე იგი აქ. ახლა საქმე ის არის, რომ აი ამ ორი ძალის ტოლქმედი ძალა რო იპოვოთ, ესე იგი ამისათვის დავშალოთ ეს სიმძიმის ძალა ორ მდგენელად, ერთი იქნება ეგრეთ წოდებული ჩაუმასრელებელი ძალა, მეორე იქნება ის ძალა, რომლითაც ეს სხეული აწვებას აღწევს და ეს ძალა ამ ძალის ტოლი არის, იგი ყველა ვარიანტში. ასე რომ ამათი ტოლქმედი ძალა აი ამ n-ის და m-ის, ესე იგი ეს არის ეს ჩაუმასრელებელი ძალა. აქედან გამომდინარე მინიმალური ძალა, რომელიც ამას შეაკავებს, უნდა იყოს ის, რომელიც მაგას გააბათილებს. რომელიც მას გააბათილებს. ამიტომ ესე იგი ეს მინიმალური ძალა, რომელიც ამას შეაჩერებს, ეს უნდა იყოს mg სინუს ალფას ტოლი. და სინუს ალფა არის A-ში შეფარდებული L-თან. ასე რომ F მინიმალური, რომელიც ამ სხეულს შეაჩერებს, იქნება mg A-ში შეფარდებული L-ზე. 135 ამოცანა. გვარლი, რომლითაც აეროსტატი დამაგრებულია დედამიწაზე, დედამიწის ზედაპირთან ადგენს 60 გრადუსიან კუთხეს. იპოვეთ გვარლის დაჭიმულობის ძალა, თუ აეროსტატზე მოქმედი ამწევი ძალა 1700 ნიუტონის ტოლია. ხო, ნუ აი დავხატოთ, ნუ ჯერ ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი ალფა არის 60 გრადუსი, ამწევი ძალა F ამწევი არის 1700 ნიუტონი. და უნდა გვეკითხებიან გვარლის დაჭიმულობის ძალას. ნუ აი ეგეთი რაღაცა უნდა წარმოვიდგინოთ, ესე იგი ესე არის გვარლი დაჭიმული, ეს არის აეროსტატი. ნუ ესე იგი ამ მაგაზე მოქმედებს ზევით მიმართული ამწევი ძალა. ქვევით მოქმედებს ესე იგი დაჭიმულობის ძალა T. და ცხადია ჰორიზონტალურად მოქმედებს რაღაცა ძალა, რამაც ეს გადახარა ამ მიმართულებით. ესე იგი ეს ალბათ ქარი არის, ესე იგი ეგ. ეხლა იმისათვის რომ დავადგინოთ ესე იგი ეს დაჭიმულობის ძალა, მოდი დავაგეგმილოთ, ჩავწეროთ წონასწორობის პირობა დაჭიმულობის ძალას პლუს ამწევი ძალა პლუს ქარის ძალა უდრის 0-ს. ნუ სხვა შორის ეს ამწევი ძალა ეს არის ამომგდები ძალას გამოკლებული სიმძიმის ძალა. ამიტომაც ეს ერთი ძალა არის, რომელიც არის კიდევ ვიმეორებ ორი ძალის ტოლქმედია. ეს არის ამომგდები ძალას გამოკლებული სიმძიმის ძალა.
ხო, ეხლა მოდით ჩვენ ეს ვექტორული ტოლობა დავაგეგმილოთ აი ამ y ღერძზე. ესე იგი გვექნება f-ს მინუს t კოსინუს ალფა უდრის 0-ს. აქედან t იქნება f-ი შეფარდებული კოსინუს ალფაზე. ნუ ყველაფერი ვიცი და ამას გამოვთვლით. 1/126 ამოცანა. რამდენი უნდა მოვაჭრათ ერთგვაროვან ღეროს, რომ მისმა სიმძიმის ცენტრმა 10 სანტიმეტრით გადაინაცვლოს. აი წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს რაღაცა L სიგრძის ღერო. ახლა შემოვიღოთ ესე იგი აი ესეთნაირად ღერძი, ეს იყოს კოორდინატთა სათავე. ესე იგი სიმძიმის ცენტრის მდებარეობა არის x1-ით აღნიშნოთ. თავიდან როცა სიგრძე L იყო, არის L ნახევრის ტოლი. ეხლა თუ მოვაჭერით ამას რაღაცა დელტა L, მაშინ სიმძიმის ცენტრის კოორდინატი იქნება L-ს მინუს დელტა L-ის ნახევარი. ესე იგი, ამ შემთხვევაში სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება იქნება x1 მინუს x2. ეს არის L ნახევარს მინუს L მინუს დელტა L ნახევარი. ნუ გავხსნათ ჩხილები x მინუს x2 არის L ნახევარს მინუს L ნახევარი პლუს დელტა L ნახევარი. ესენი გაიკვეცება და გვექნება, რომ x1 მინუს x2 არის დელტა L ნახევარი. ასე რომ თვითონ დელტა L რამდენიც მოვაჭერით არის 2-ჯერ x1 მინუს x2. ეხლა 1/127 ამოცანა. სხვადასხვა სიგრძის მხრიდან სასწორზე აწონვისას სხეული ერთ თევზზე გაწონასწორდა 25 ნიუტონი საწონით. მეორეზე კი 56 ნიუტონი საწონით. იპოვეთ სხეულის წონა. ხო, ნუ ახლა ნახეთ რაზე ალაპარაკი. აი თქვათ, გვაქვს სხვადასხვა სიგრძის მხრებიანი სასწორი. აი ესე იგი ეს არის L1, ეს არის L2. ნუ აი თქვათ რაღაცა სხეული დავდეთ აქ რაღაცა სხეული და პირველ შემთხვევაში ეს აი აქ პირველ წონამ გააწონასწორა, მეორე შემთხვევაში კი ახლა ვერწევთ სხვადასხვა სიგრძის აწონასწორებული ერთ თევზზე გააწონასწორდა, მეორეზე კი 96 ნიუტონის აწონით. ესე იგი, ერთხელ P1-ით გავაწონასწორეთ, მერე როდესაც ეს ტვირთი გადმოვიტანეთ აქეთ ამ მხარეს, აქეთ დაგვჭირდა ესე იგი, აი აქ დაგვჭირდა P2 საწონის დადება. ნუ ეს ისე ვთქვათ L1-ია, ეს L2-ია. დავწეროთ ესე იგი ამ შემთხვევაში წონასწორობის პირობა. ესე იგი P1 L1 უდრის mxg L2. ეხლა ამ შემთხვევაში წონასწორობის პირობა mxg L1 უდრის P2 L2. ესე იგი ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხეულის წონა, ხო? ესე იგი ამისათვის მოდით გავყოთ ერთმანეთზე, ესე იგი ეს ტოლობები L1 L1-თან გაიკვეცება, L2 L2-თან გაიკვეცება, გვექნება P1 mxg-ზე უდრის mxg შეფარდებული P2-ზე. გადავამრავლოთ ჯვარედინად, ესე იგი mxg კვადრატი იქნება P1 გამრავლებული P2-ზე. ასე რომ mxg არის კვადრატული ფესვი P1 გამრავლებული P2-ზე. და 1/128 ამოცანა. 1.5 მეტრის სიგრძის მყარი ღეროს ბოლოებზე მოდებულია პარალელური ძალები. ერთ-ერთი ძალა 100 ნიუტონია. იპოვეთ მანძილი უდიდესი ძალის
მოდების წერტილიდან ამ ძალების ტოლქმედი მოდების წერტილამდე, თუ ტოლქმედი 150 ნიუტონია. ნუ ჩავწეროთ პირობა, ესე იგი L არის 1.5 მეტრი, ესე იგი F1 არის 100 ნიუტონი, ტოლქმედი ძალა F არის 150 ნიუტონი და ჩვენ გვეკითხებიან რისი ტოლი არისო მეორე ძალაო და მანძილი უდიდესი ძალის მოდებიდან ტოლქმედის მოდების წერტილამდე. მოდით ეს x-ით ავნიშნოთ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის თქვა რაღაცა ღერო, ესე იგი ამ სხეულზე მოქმედებს, ესე იგი ბოლოებში მოდებული არის, ესე იგი ძალები, თქვა, აქ მოქმედებს, თქვა, F1, აქ მოქმედებს, ესე იგი F2. ნუ ტოლქმედი ძალა იქნება სადღაც მოდებული და F-ით აღნიშნოთ, ესე იგი ეგა. აი ახლა ნახეთ, აი ტოლქმედი, ნუ პირველ რიგში, ხო, აი აქ გავაკეთოთ, ესე იგი საყრდენი, აი ზუსტად ტოლქმედის მოდების წერტილში თუ გავაკეთებთ საყრდენს, ეს გაწონასწორდება. ესე იგი F1 და F2 ძალები არის, მათი ტოლქმედი არის F. ესე იგი ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ან F არის მოდებული, ან F1 და F2. ეხლა აქ თუ სადაც საყრდენი არის, აქ სადაც ტოლქმედი არის, აქ თუ გავაკეთებთ საყრდენს, აქ აღიძვრება რეაქციის ზალა, რომელიც ზუსტად აი ამ ტოლქმედის ტოლი იქნება. მეორე მხრივ ჩავთვალოთ, რომ ეს ტოლქმედი არ არის, მაშინ N იქნება F1 პლუს F2. ესე იგი ეს იგივე რომ დაგვეწერა, რომ N უდრის F-ს. ეს დაიწერება ესეთი პირობა, რომ F უდრის F პირველს პლუს F მეორე. ეს არის ეგრეთ წოდებული პარალელური ძალების შეკრება. ხო? ესე იგი აი ეს მოდი აღნიშნოთ x-ით, აქედან აქამდე მანძილი იქნება L-x. ეხლა ეს თუ საყრდენ წერტილად, ბრუნვის წერტილად ავირჩიეთ ეს წერტილი, ხო? მაშინ შემიძლია დავწერო, რომ F პირველი აბრუნებს აი ამ წერტილის გარშემო საათისრის საწინააღმდეგოდ, F2 საათისრის მიმართულებით. ამიტომ მექნება F1x უდრის F2 L-x. ნუ ეხლა ისა ვქნათ, რა ქვია, გავხსნათ ჭრილები F1x არის F2L minus F2x. ეს გადმოვა მარცხენა მხარეს და მექნება F1 plus F2x უდრის F2L. აქედან x იქნება F2L შეფარდებული F1 plus F2. ნუ ანუ ეს არის ტოლქმედი F, ხოლო F არის F minus F1 L-ზე. აი ესეთი პასუხი გვექნება.